2005 წლის აგვისტოში ბრაზილიაში 34 კაციანმა დაჯგუფებამ ცენტრალური ბანკის საცავიდან დაახლოებით 164 მილიონი რეალი, ანუ თითქმის 80 მილიონი დოლარი მოიპარა. ეს ბრაზილიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბანკის წარსვა გახდა. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ ბანკი უმაღლესი დონის დაცვის სისტემებით, კამერებით, სენსორებითა და სიგნალიზაციით იყო აღჭურვილი. მიუხედავად ამისა, მძარცველებმა ყველაფერი ისე მოახერხეს, რომ განგაში საერთოდ არ ამოქმედდა. ყველაფერი 2005 წლის 8 აგვისტოს ორშაბათ დილით გაირკვა. ბანკის თანამშრომლები, რომლებიც შაბათ-კვირის შემდეგ სამსახურში დაბრუნდნენ, სარდაფში ჩავიდნენ და იატაკში უცნაური ხვრელი აღმოაჩინეს. თავიდან ბანკის თანამშრომლებმაც კი ვერ დაადგინეს ზუსტად რამდენი ფული იყო მოპარული, თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ თანხა თითქმის 80 მილიონ დოლარს შეადგენდა. პოლიციამ ხვრელის შესწავლა დაიწყო და მალევე მიხვდა, რომ ის მიწისქვეშა გვირაბში გადადიოდა. ერთ-ერთმა გამხდარმა ოფიცერმა გადაწყვიტა თავად ჩასულიყო გვირაბში. კოლეგები აფრთხილებდნენ, რომ იქ შესაძლოა მძარცველები ან ბომბი დახვედროდა, მაგრამ მან უკან არ დაიხია. გვირაბი დაახლოებით 73 მეტრის სიგრძის აღმოჩნდა. ის ხის ფიცრებით იყო გამაგრებული და შიგნით განათება, ვენტილაციის მილები და ვენტილატორებიც კი ჰქონდათ დამონტაჟებული. ეს ყველაფერი მიანიშნებდა, რომ მძარცველებმა ოპერაცია დიდი ხნის განმავლობაში და ძალიან დეტალურად დაგეგმეს. გვირაბის ბოლოს პოლიციელი ერთ-ერთ სახლამდე მივიდა. იქ არავინ დახვდა, მაგრამ სახლი მთლიანად არეულ-დარეული იყო. ზედაპირზე თეთრი ფხვნილი ეღარა, რომელიც თითის ანაბეჭდის მოსაშორებლად გამოიყენეს. ფანჯრები ხის ფიცრებით ჰქონდათ დაფარული. ოთახში კი ქვიშითა და მიწით სავსე ტომრები ეწყო. სახლიდან ბანკამდე მანძილი მხოლოდ დაახლოებით 70 მეტრი იყო. სწორედ ეს სახლი აღმოჩნდა მთელი ოპერაციის საწყისი წერტილი. გამოძიებამ დაადგინა, რომ მძარცველებმა სახლი იქირავეს და ოფიციალურად ხელოვნური ბალახის კომპანია დაარეგისტრირეს. ეს მათთვის იდეალური საფარი იყო, რადგან გვირაბიდან ამოღებულ მიწასა და ქვიშას ამ გზით მარტივად მალავდნენ. გვირაბი თითქმის მთლიანად ხელით, ნიჩბებითა და წერაქვებით გათხარეს, რათა ხმაური არ გამოიწვიათ. მიწა ტომრებით ზემოთ ამოქონათ, ხოლო გვირაბის გასამაგრებლად დაახლოებით 900 ხის ფიცარი გამოიყენეს. დამონტაჟეს ვენტილაციაც და განათებაც. პოლიციისთვის უკვე აშკარა ხდებოდა, რომ ეს ჩვეულებრივი ძარცვა არ ყოფილა. მათ თვეების განმავლობაში მომზადებული, კარგად ორგანიზებული ოპერაცია ჰქონდათ ჩაფიქრებული. გვირაბში წყლის მილიც და საკომუნიკაციო ხაზიც ჰქონდათ გაყვანილი. წყლის სამუშაოდ და დასალებად იყენებდნენ. საკომუნიკაციო ხაზი კი მათ საშუალებას აძლევდა გვირაბში მომუშავეებსა და სახლში მყოფებს ერთმანეთთან მუდმივი კავშირი ჰქონოდათ. მოგვიანებით დაკავებულმა ერთ-ერთმა მძარცველმა გამოძიებას უთხრა, რომ ისინი ცვლებში მუშაობდნენ. თითო ცვლაში დაახლოებით 7 ადამიანი იყო და სამუშაო პრაქტიკულად უწყვეტად მიმდინარეობდა. დღე და ღამე. ყველაზე დიდი პრობლემა ამ პროცესში ამოღებული მიწა აღმოჩნდა. თავდაპირველად სატვირთო მანქანით ყოველდღიურად გაქონათ ტომრებით დატვირთული მიწა. მაგრამ პატარა უბანში ასეთი დიდი რაოდენობის ტომრების ყოველდღე გადატანამ მეზობლების ყურადღება მიექცია. ამიტომ მიწის ტომრების სახლში შენახვა დაიწყეს. ოთახებს ავსადნენ, კეტავდნენ და შემდეგ სხვა ოთახზე გადადიოდნენ. როცა სახლში აღარ დარჩა ადგილი, მიწის ეზოში დაღრა დაიწყეს და ცდილობდნენ ზედაპირი ისე გაესწორებინათ, რომ ცვლილება თვალში არ მოხვედროდა არავის. საბოლოოდ ეზოს დონემ დაახლოებით 1 მეტრით აიძია. გვირაბი თითქმის პირდაპირ მიდიოდა, თუმცა ერთ ადგილას მცირე მოსახვევი გააკეთეს, რათა საკანალიზაციო მილს ასდენობდნენ. ამის შემდეგ გზა პირდაპირ ბანკის სარდაფის ქვეშ გაგრძელდა. ბანკის სარდაფში მძარცველებს კიდევ ერთი მოულოდნელი დახმარება დახვდათ. იქ დიდი ამწე იდგა, რომელსაც ბანკის თანამშრომლები 9 ტონაზე მეტი წონის ფულის ყუთების გადასაადგილებლად იყენებდნენ. გამოძიების მიხედვით, სწორედ ამწემ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. პარასკევს, ბანკის დახურვამდე ამწე ზუსტად იმ ადგილთან დატოვეს, სადაც მძარცველები გვირაბიდან სარდაფში ამოსვლას აპირებდნენ. შემდეგ ამწემ სათვალთვალო კამერებს ხვრელის პირდაპირი ხედვა დაუფარა. პოლიციას ეს უცნაური დამთხევა საერთოდ მოეჩვენა. გაჩნდა ვარაუდი, რომ ბანკის რომელიმე თანამშრომელი ან დაცვის წევრი შესაძლოა მძარცველებს ეხმარებოდა და ამწე განზრახდატოვა იქ. მაგრამ ამწე ერთადერთი პრობლემა არ ყოფილა. სარდაფში კამერებსა და კედლებს შორის რამდენიმე ბრმა ზონა არსებობდა. კედელთან განთავსებულ ფოლადის კონსტრუქციებსა და ფულის ყუთებს შორის დაახლოებით 20 სანტიმეტრიანი სივრცე რჩებოდა. მძარცველები იმდენად გამხდრები იყვნენ, რომ ამ ვიწრო მონაკვეთში გადაადგილებას ახერხებდნენ და კამერების ხედვის არეში არ ხვდებოდნენ. მათ კამერისთვის დამატებითი დაბრკოლებები შექმნეს. ხვრელის წინ ურიკა და ხის ფიცარი განათავსეს, რათა მოძრაობა კიდევ უფრო კარგად დაიფარათ. სარდაფში თერმული სენსორებიც იყო, თუმცა
მათაც მნიშვნელოვანი ხარვეზი ჰქონდათ. სენსორები კედელზე კი არა, მაღალ ჭერზე იყო დამონტაჟებული, რის გამოც სარდაფის დიდი ნაწილი მათი დაფარვის ზონაში საერთოდ არ ხვდებოდა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ძარცველებმა ბანკის შიდა მოწყობისა და უსაფრთხოების სისტემების შესახებ ისეთი ზუსტი ინფორმაცია იცოდნენ, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანს ხელში ვერ ჩავარდებოდა. ამიტომ პოლიციამ ივარაუდა, რომ მათ შიგნიდან ვიღაც ეხმარებოდა. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ძარცველები სარდაფში პირველად პარასკევს დაახლოებით საღამოს 6-დან 7 საათამდე შევიდნენ. ეს დრო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან ბანკის თანამშრომლები უკვე ასრულებდნენ სამუშაოს, ხოლო თერმული სენსორები საღამოს 7 საათით უნდა ჩართულიყო. ანუ მათ ჰქონდათ დაახლოებით 1 საათიანი ფანჯარა, როცა ბანკი იხურებოდა. თანამშრომლები მიდიოდნენ და სენსორები ჯერ კიდევ არ მუშაობდა. ამ პერიოდში მძარცველებმა სარდაფი წინასწარ მოაწყვეს, დაფარეს ხვრელის ხედი, შემოწმეს კამერების ბრმა ზონები და დარწმუნდნენ, რომ სენსორები მათ მოძრაობას ვერ დააფიქსირებდნენ. პოლიციას უკვე თითქმის დარწმუნებით მიაჩნდა, რომ ასეთი ზუსტი ინფორმაციის მიღება შიგნიდან დახმარების გარეშე შეუძლებელი იყო. თუმცა მიუხედავად ხანგრძლივი გამოძიებისა, მათ ვერ შეძლეს დაედგინათ კონკრეტულად ვინ ეხმარებოდა მძარცველებს ბანკიდან. ძარცვის ღამეს, როგორც კი მძარცველები საცავში შევიდნენ, ფულის სტომრებში ჩალაგება დაიწყეს. პარასკევი ღამე იყო და წინ მთელი უქმეები ჰქონდათ. ამიტომ დროის მხრივ ხელს არაფერი უშლიდათ. ფული გვირაბით ეტაპობრივად გადაჰქონდათ. თითოეულ ტომარაში დაახლოებით 5,000 რეალს ათავსებდნენ. მთლიანობაში 164 მილიონი რეალის მოსაპარად დაახლოებით 33,000 ტომარა დასჭირდებოდათ, რაც თავისთავად წარმოუდგენელი რაოდენობა. პოლიციამ გამოძიება მაშინ დაიწყო. პირველ რიგში იმ სახლსა და კომპანიას მიადგნენ, რომელიც მძარცველებმა საფარად დააარსეს. კომპანიის ოფიციალურ დოკუმენტში მფლობელად ადამიანის სახელად პაულო სერჟიო ფიგურირებდა. მისი პირადობის მოწმობის ფოტოც კი საეჭვო აღმოჩნდა. ფოტოზე მას ქუდი ეხურა, რაც პოლიციას მისი ამოცნობის პროცესს ურთულებდა. მეზობლები კი მას სრულიად ჩვეულებრივ ადამიანად აღწერდნენ. კეთილ კომუნიკაბელურ და ყველას მიმართ მეგობრულ პიროვნებად. სწორედ ამან მოახერხა, რომ მის მიმართ ეჭვი არავის გასჩენოდა. შემდეგ გამომძიებლებმა ყურადღება მანქანების გაყიდვაზე გადაიტანეს. მათ იცოდნენ, რომ მოპარული ფულის საერთო წონა დაახლოებით 3,5 ტონა იყო. ამიტომ მისი გადატანა რამდენიმე ავტომობილის ან სატვირთოს გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. გამოძიებამ მიაგნო ავტომობილების სააგენტოს, რომელმაც რამდენიმე ძვირად ღირებული სატვირთო მანქანა ნაღდი ფულით გაყიდა. მყიდველი იყო ჟოზე ჩარლზი, სატვირთო გადაზიდვების კომპანიის მფლობელი. თავად სატვირთოების ყიდვამ მის საქმიანობას შეესაბამებოდა, მაგრამ საეჭვო ის იყო, რომ მან ყველა მანქანის საფასური ნაღდი ფულით გადაიხადა. ასეთი მასშტაბის გარიგებები ჩვეულებრივ საბანკოდ გადარიცხვებით ხორციელდებოდა. პოლიციამ ჩარლზისა და მისი კომპანიის შესწავლა დაიწყო და მალევე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი აღმოაჩინა. კომპანიის მდივანმა გამომძიებლებს უთხრა, რომ ჩარლზი წინა კვირას სატვირთოს მძღოლთან ერთად სან-პაულუს მიმართულებით გაემგზავრა. თითქოს სასწრაფოდ უნდა მიეტანათ ტვირთი. სან-პაულუს ხსენებამ პოლიციას მაშინვე ეჭვი გაუჩინა. ეს ქალაქი ფორტალეზადან დაახლოებით 3,000 კილომეტრით იყო დაშორებული და 1 წლით ადრე იქაც მოხდა მსგავსი ბანკის სარცვა. მძარცველებმა ბანკამდე მიწის ქვეშა გვირაბი გათხარეს. ამიტომ გამომძიებლებს უკვე ჰქონდათ ვერსია, რომ 2004 წლის სან-პაულუს ძარცვასა და ცენტრალური ბანკის ძარცვას ერთმანეთთან კავშირი ჰქონდა და შესაძლოა ორივე საქმეში ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობდნენ. ახლა კი ჩარლზი, რომელიც მოულოდნელად სატვირთოს მძღოლთან ერთად სან-პაულუსკენ მიემგზავრებოდა, მათთვის კიდევ უფრო საეჭვო გახდა. პოლიციამ იფიქრა, რომ მას შესაძლოა მოპარული ფულის ნაწილი გადაჰქონდა. გამოძიებამ სატვირთოს კვალს მიაგნო. აღმოჩნდა, რომ ეს ავტომობილების გადასაზიდი ტრაილერი იყო და ოფიციალურად მანქანები გადაჰქონდა. ის ფორტალეზისკენ მიემართებოდა და 1000-ობით კილომეტრის გავლას რამდენიმე დღე დასჭირდებოდა. პოლიციამ გაიგო, რომ სატვირთო ამ დროისთვის ბელუ ორიზონტესთან იმყოფებოდა. რამდენიმე ოფიცერი იქ ვერტმფრენით გაემართა, თუმცა გზაში შეიპყრეს, რომ სატვირთო თავად იყო გაჩერებული გზატკეცილის პოლიციის განყოფილებაში. აღმოჩნდა, რომ მძღოლი საერთოდ არ იყო ჩართული ძარცვაში. ჩარლზმა მას უქმეების დროს დაუბრეკა და უთხრა, რომ სასწრაფოდ იყო გასატანი ავტომობილების ტვირთი. მძღოლს თავიდანვე უკვირდა, რატომ ითვლებოდა ჩვეულებრივი მანქანების გადაზიდვა ასე სასწრაფო საქმედ. კიდევ უფრო უცნაური კი ის იყო, რომ ჩარლზმა გადაწყვიტა თავად გაჰყოლოდა მას. მოგზაურობის დროს კი რამდენიმე ისეთი უცნაური რამ მოხდა, რამაც მძღოლს კიდევ უფრო მეტი ეჭვი გაუჩინა.
გზაში მძღოლმა შენიშნა, რომ ჩარლზი ხშირად სთხოვდა გაჩერებას და სატელეფონო აპარატებიდან დარიგვას. მას გაუჩნდა კითხვა, რატომ არ იყენებდა ჩარლზი საკუთარ ტელეფონს. ერთ-ერთი ასეთი გაჩერების დროს მძღოლი მანქანების შესამოწმებლად გადავიდა. ავტომობილები ჩაკეტილი იყო, მაგრამ ფანჯრიდან შიგნით ფულის შეგროვი დაინახა. მაშინვე მიხვდა, რომ ეს მანქანები სავარაუდოდ მოპარული ფულით იყო დირთული. მძღოლმა სატვირთო პირველივე პოლიციის განყოფილებასთან გააჩერა. ჩარლზი და მძღოლი დააკავეს, ხოლო მანქანებიდან დაახლოებით 6 მილიონი რეალი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩარლზი თავად ძარცვის მონაწილე არ ყოფილა. ის ტრანსპორტირებაზე იყო პასუხისმგებელი და მხოლოდ თავისი და ძმის წილი გადაჰქონდა. თუმცა პოლიციას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიეწოდა და დაახლოებით 34 კაციანი დაჯგუფების შესახებ მოუღო. მისი ჩვენებიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი სახელი გამოიკვეთა. მათ შორის იყო მისი ძმა მარკო და კიდევ რამდენიმე ცნობილი კრიმინალი. ერთ-ერთი მათგანი მოიზესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ის ადრე ციხიდან მიწისქვეშა გვირაბით გაქცევის ორგანიზებაში მონაწილეობდა, ხოლო 2004 წელს სან-პაულუს ბანკის ძარცვაშიც ფიგურირებდა. პოლიციამ მალევე იეჭვა, რომ სწორედ ის იყო ახალი დაჯგუფების ჩამოყალიბების და ცენტრალური ბანკის ძარცვის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. გამომძიებლები ახლა მხოლოდ მძარცველების დაჭერას აღარ ცდილობდნენ, მათ მოპარული ფულის დაბრუნებაც სურდათ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვალი იმ სახლში ნაპოვნი სიმ ბარათი აღმოჩნდა. პოლიციამ ტელეკომუნიკაციის კომპანიის დახმარებით ნომერი დაადგინა და მისი ზარების მოსმენა დაიწყო. ნომერი ანტონიო ედმარს ეკუთვნოდა, რომელსაც კრიმინალური წარსულის ჰქონდა. ერთ-ერთ საუბარში მან ქალს დიდი რაოდენობით რეზინის რგოლების ყიდვა სთხოვა. პოლიცია მივარაუდა, რომ ძარცველები მოპარულ ფულს ითხოვდნენ, თანაბარ შეკრებად ყოფდნენ და რეზინებით კრავდნენ. ამავე დროს გამომძიებლებმა ანტონიოს ადგილსამყოფელის დაადგინეს. ის ერთ-ერთ სახლში იმყოფებოდა და პოლიცია მის ფარულ თვალთვალს შეუდგა. როცა ორი კაცი სახლიდან გამოვიდა, ერთ-ერთმა მათგანმა პოლიციის თანამშრომლებს ეჭვით შეხედა. გამომძიებლებმა იფიქრეს, რომ მათი ფარული ოპერაცია გამოაშკარავდა. მათი იარაღი ამოიღეს, ორივე დააკავეს და სახლით ალყაში მოაქციეს. შიგნით კი ის აღმოაჩინეს, რასაც ეძებდნენ. მოპარული ფული ფაქტობრივად ყველგან იყო, ჩანთებში, ზურგ ჩანთებში, კედლებთან და მიწაში გაკეთებულ ორმოშიც კი ეწყო ფულის ტომრები. საერთო ჯამში 12 მილიონზე მეტი რეალი იპოვეს. ერთ-ერთი დაკავებული, დეივიდი, დაჯგუფების წევრებს მოპარულ ფულს უნაწილებდა და თითოეულის წილს სპეციალურ ველში ზერდა. ამან პოლიციას ახალი კვალის პოვნის საშუალება მისცა. შემდეგ ერთ-ერთმა დაკავებულმა აღიარა ის, რასაც პოლიცია თავიდანვე ეჭვობდა. ბანკის შიგნით მძარცველებს დამხმარე ჰყავდათ. ეს იყო დაცვის თანამშრომელი, რომელიც ერთ-ერთ მძარცველს იცრომდა. მან მათ ბანკის სარდაფის უსაფრთხოების სისტემის დეტალები გადასცა. სად იყო კამერების ბრმა ზონები, როგორ მუშაობდა მოძრაობის სენსორები, სად იდგა ამწე და სად რჩებოდა ვიწრო გასასვლელი, კედელსა და ფულის ყუთებს შორის. ანუ პოლიციის მთავარი ეჭვი დადასტურდა. ასეთი ძარცვა ბანკის შიგნიდან ინფორმაციის გარეშე თითქმის შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ საქმე ამით არ დასრულებულა. გამოძიება უკვე სხვა მონაწილეების კვალზე გადავიდა და ერთ-ერთი მათგანის თვალთვალმა პოლიცია კიდევ უფრო დიდი დაჯგუფებისკენ მიიყვანა. თვალთვალის დროს პოლიციამ ერთ-ერთი ჯგუფი შენიშნა, რომელიც დიდი რაოდენობით ნივთებს ახალ შენობაში ეზიდებოდა. მალევე გაირკვა, რომ შენობა მათ ერთ-ერთ წევრს ფაბრესოს ეკუთვნოდა და დაახლოებით 1.5 მილიონ რეალად ჰქონდა ნაყიდი. პოლიციამ საბოლოოდ აღმოაჩინა, რატომ დასჭირდათ ეს ადგილი. ისინი ახალ გვირაბს თხრიდნენ. შენობასთან ძალიან ახლოს დიდი ბანკი ვანრელი მდებარეობდა, რომლის მიწისქვეშა ნაწილშიც რამდენიმე უზარმაზარი საცავი იყო. სწორედ ის გახდა დაჯგუფების ახალი სამიზნე. ეს იგივე დაჯგუფება არ იყო, რომელმაც ცენტრალური ბანკი გადარჩა, თუმცა მათ შორის რამდენიმე საერთო წევრი აღმოჩნდა. სწორედ ამ ადამიანებმა მიიყვანეს პოლიცია ახალ დაჯგუფებამდე. პოლიციამ მათ პირდაპირ დაკავება ჯერ არ გადაწყვიტა. ამის ნაცვლად მოპირდაპირეს შენობა იკირავა და იქიდან ფარულად დაიწყო თვალთვალი. ძარცველების შენობაში მუშებად იყვნენ შენიღბული და თითქოს რემონტს აკეთებდნენ. პოლიციამ კი შეამჩნია, რომ იქიდან დიდი რაოდენობით ნარჩენი გამოჰქონდათ. გამომძიებლებს უკვე ესმოდათ, რას ნიშნავდა ეს. თუ ნარჩენი მიწა და ქვიშა იყო, ეს ნიშნავდა, რომ ახალი გვირაბი უკვე გათხრილი ჰქონდათ. ამიტომ გადაწყვიტეს დაეცათ, სანამ ძარცველები ბანკის სარდაფს მიუახლოვდებოდნენ და სწორედ მაშინ დაეკავებინათ. მაგრამ თვალთვალისას კიდევ უფრო უცნაური რამ გაირკვა. ძარცველებს ვიღაცა აშანტაჟებდა.
ეს ადამიანი მათი ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ფლობდა და სანაცვლოდ მოპარული ფულის წილს ითხოვდა. პოლიციამ თავდაპირველად ვერ გაარკვია ვინ იდგა ამ შანტაჟის უკან. შემდეგ კი მათთვის შოკის მომგვრელი რამ გაიგო. შანტაჟისტები თავად პოლიციელები იყვნენ. ორი კორუმპირებული ოფიცერი ძარცველებს ფულს ზალავდა და სანაცვლოდ მათ მხილებას არაპირებდა. ამის შემდეგ ფედერალურმა პოლიციამ გადაწყვიტა აღარ დაეცადა. შენობას ალყა შემოარტყეს და სპეცრაზმი შევიდა. ძარცველები შეიარაღებულები არ იყვნენ და შეწინააღმდეგების გარეშე დანებდნენ. სულ 26 ადამიანი დააკავეს. შენობაში კი პოლიციამ ზუსტად ის იპოვა, რაცაც ელოდა. მიწაში დამალული გვირაბი, ის ხის და ფოლადის კონსტრუქციებით იყო გამაგრებული და ცენტრალური ბანკის გვირაბის მსგავსად იყო აშენებული. ძარცველებს უკვე დაახლოებით 78 მეტრი ჰქონდათ გათხრილი და ბანკის საცავამდე მხოლოდ 12 მეტრი რჩებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ დაკავებულებს შორის ცენტრალური ბანკის ძარცვის ორი მონაწილეც აღმოჩნდა: რაიმონდო და მისი მეგობარი ალესანდრო. ამასობაში 2007 წლისთვის ცენტრალური ბანკის ძარცვიდან 2 წლის შემდეგ პოლიცია ჯერ კიდევ ეძებდა დარჩენილ ეჭვმიტანილებს. ისინი თვალთვალითა და სატელეფონო მოსმენებით ეტაპობრივად აგრძელებდნენ კვალზე გასვლას. ზოგიერთი დაკავება საკმაოდ უცნაურადაც მიმდინარეობდა. მაგალითად, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ჟოზე მარლიოტი იმდენად შეცვლილი იყო, რომ პოლიციამ თავდაპირველად ვერც კი იცნო. საბოლოოდ მისი ვინაობა მეუღლის დახმარებით დაადასტურეს. როცა პოლიციელმა უთხრა, რომ ფედერალური პოლიცია იყო და თამაში დასრულებული იყო, მამაკაცმა შოკისგან გონება დაკარგა. ძარცვის შემდეგ ერთ-ერთმა ეჭვმიტანელმა თქვა, რომ 2 წელი მუდმივ შიში ცხოვრობდა. საბოლოოდ პოლიცია დამალულ ფულამდე მიიყვანა. მიწიდან 2 ჩანთა ამოიღეს, რომლებშიც ფული და მის მიერ შეძენილი ქონების დოკუმენტები იყო. ყველაფერი ჩამოართვეს. 2008 წელს პოლიციამ პაულო სერჟიოც დააკავა. ადამიანი, რომლის სახელზეც ძარცველების მიერ შექმნილი კომპანია იყო დარეგისტრირებული. აღმოჩნდა, რომ ეს ყალბი სახელი იყო. მან პოლიციელებს დანახვაზე წინააღმდეგობა გაუწია, რადგან ძარცვის შემდეგ უკვე ორჯერ ყავდათ გადაცებული. გამდაცებლები პოლიციელებად იყვნენ გადაცმული და ფულს ზალავდნენ. ეს მხოლოდ მას არ დაემართა. მოპარული მილიონები ძარცველებისთვის ნამდვილ წყევლად იქცა. მათ პოლიცია, სხვა კრიმინალები და კორუმპირებული სამართალდამცავებიც დასდევდნენ. მთავარი სამიზნე კი კვლავ მოიზესი იყო. დაკავებული წევრების ჩვენებით, სწორედ მან შეკრიბა დაჯგუფების დიდი ნაწილი და ოპერაციას ხელმძღვანელობდა. მისი დაჭერა მხოლოდ 2009 წელს მოხერხდა. პოლიციამ მისი მეუღლის სატელეფონო ზარებიდან გაიგო, რომ ის შვილს პერიოდულად მოიზესთან მიხავდა. ასე მიაგნეს მის სამალოს სან-პაულუში. დაკავებისთვის პოლიციამ ხრიკი გამოიყენა. შენობის დაცვას დაარეკინა და უთხრა, რომ ვიღაცა მოიზესის მანქანას დაარტყა. ის ავტოსადგომზე ჩავიდა და ლიფტის კარის გაღებისთანავე ფედერალური პოლიცია დახვდა. გამოძიებამ საბოლოოდ 3 მთავარი ორგანიზატორი გამოავლინა: მოიზესი, ალამო და ფერნანდინიო. ფერნანდინიო ოპერაციის მთავარი დამფინანსებელი იყო. მან დაახლოებით 3 მილიონი რეალი ჩადო ძარცვის მოსამზადებლად და სანაცვლოდ მოპარული თანხის დაახლოებით 15%-ს ელოდა. მაგრამ ასეთი ფული მათთვის უსაფრთხოებას არ ნიშნავდა. ფერნანდინიო ორჯერ გაიტაცეს. მეორე შემთხვევაში ოჯახმა გამოსასყიდიც გადაიხადა, თუმცა ის მაინც მოკლეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ გამტაცებლები კორუმპირებული პოლიციელები იყვნენ. სხვა მძარცველებსაც იგივე საფრთხე ემუქრებოდათ. ერთ-ერთი მათგანი, პედრო, სახლში პოლიციელებად გადაცმულებმა სემეს და მილიონზე მეტი რეალი წაართვეს. ამგვარად, ცენტრალური ბანკის ძარცვა მხოლოდ ფულის მოპარვით არ დასრულებულა. მას მოჰყვა გადაცებები, მკვლელობები, გამოძალვა და პოლიციის კორუფციის გავლენა. საქმეში თითქმის ყველა მთავარი მონაწილე დააკავეს, თუმცა ერთი მათგანი, ჟუვენალ ჰოლი, დღემდე გაქცევაშია. პოლიციამ დაახლოებით 34 მილიონი რეალის დაბრუნება შეძლო. დანარჩენი თანხის დიდი ნაწილი მძარცველებმა ფულის გასათეთრებლად გამოიყენეს და ქონებაში ჩადეს. საბოლოოდ ბევრს მხოლოდ ქურდებისთვის მსუბუქი სასჯელი ემუქრებოდა. მაგრამ ფულის გათეთრების ბრალდებებმა მათი მდგომარეობა მნიშვნელოვნად დაამძიმა. ზოგიერთმა მათგანმა 100 წელზე მეტი პატიმრობა მიიღო. ასე დასრულდა ძარცვა, რომელიც 73 მეტრიანი გვირაბით დაიწყო და საბოლოოდ მან კრიმინალური სამყაროს გადაცებებისა და პოლიციის კორუფციის მთელი ქსელი გამოაშკარავა. ეს ვიდეოც მიიწურა. არ დაგეუძდეს გამოიწერო არხი, დაალაიქო ვიდეო და მომავალ ვიდეომდე.